ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ირინა იმერლიშვილს შემცვლელი მოუძებნა. ეს გიორგი მოდებაძეა, რომელიც საკონსტიტუციაში ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა. ეს ხდება დღეებით ადრე იქამდე, ვიდრე ოცნება შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამით პარტიების აკრძალვას მოითხოვს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ იმერლიშვილის დროზე ადრე წასვლა სასამართლოდან სწორედ ამ მძიმე პროცესისთვის თავის არიდების მცდელობა. კონსტიტუციონალისტებს აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ოცნებას სურვილს უფორმებს და მას განაჩენად აქცევს. სალომე ლაბაძე გვიერთდება თემის დეტალებით. სალომე, დავიწყოთ იმით, ვინ არის ახალი მოსამართლე გიორგი მოდებაძე. გიორგი მოდებაძის ბიოგრაფიაში განსაკუთრებით საყურადღებო ისაა, რომ მას მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ამ დრომდე მოსამართლე საერთოდ არ ყოფილა. სხვადასხვა დროს გიორგი მოდებაძე სასამართლო სისტემაში მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდა, გასულ წელს კი ის ასევე იკავებდა ოცნების მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილის პოსტსაც. რაც შეეხება მოდებაძის განათლებას, მან როგორც ირკვევა, სამართლის მიმართულებით განათლება ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო და ის ახლა სწორედ ამ ცოდნით და ამ გამოცდილებით იქნება ის პირი, რომელიც საკონსტიტუციო სხვა მოსამართლებთან ერთად საქართველოში ოპოზიციის არსებობა არარსებობის საკითხს გადაწყვეტს. ანუ იმსჯერებს იმის შესახებ, კონკრეტულ პარტიებს მისცეს პარტიებად ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა თუ ქართული ოცნების პოლიტიკური ნების შესაბამისად ეს კონკრეტული პარტიები აკრძალოს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ აი ამ სარჩელს ოცნების ამ სარჩელს უკავშირდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოდან ირინა იმერლიშვილის წასვლა, რომელმაც მაგალითად 2024 წელს აქ მხარი არ დაუჭირა საომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, რაც მაშინ წარმოადგენდა კიდეც ქართული ოცნების სურვილს, თუმცა იმერლიშვილით თუ მისი შემცვლელით ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც აქვს ის რესურსი, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სურვილი ამ შემთხვევაში პარტიების და კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის საქმიანობის შეზღუდვის შესახებ განაჩენად აქციოს. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება განხორციელდა ამ წუთას, ეს მოცემულობას არ შეცვლის გადაწყვეტილების მიღებისთვის, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრინციპში ის უმრავლესობა, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო, ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას ყავს რეალურად და გადაწყვეტილება ისეთი მიიღება, როგორც მაგალითად მათ სურთ. რაც შეეხება უკვე კონკრეტულად იმერლიშვილის წასვლას, შეიძლება ეს რა თქმა უნდა იყოს ამის განმაპირობებელი იყოს უბრალოდ ის, რომ მას არ სურს უბრალოდ ასეთ პროცესში მონაწილეობა და რაიმე პასუხისმგებლობის აღება. აქ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის აკრძალვა, რომელიც რეალურად გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავთ ადამიანებს, ეს თავისთავად არ არის დემოკრატიული სახელმწიფოს ნაწილის ავტორიტარიზმის პირდაპირი გამოვლინება. საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა კი უკვე დასრულებულია და როგორც ამას ივანიშვილის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელით სავარაუდოდ მომდენო კვირის დასაწყისში მიმართავენ, ან გამორიცხული არ არის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მათ ხვალაც მიიღონ. დღეს პაპუაშვილმა თქვა, რომ ახლა მიმდინარეობს მუშაობა მხოლოდ ამ დოკუმენტის დახვეწისთვის. ის დოკუმენტს უწოდებს ისტორიული მნიშვნელობის ტექსტს. არა და სწორედ ამ სარჩელით ქართული ოცნება აპირებს, რომ საქართველოში კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს საქმიანობა საერთოდ აუკრძალოს, ანუ ეს პარტიები გამოაცხადოს კანონგარეშე და მათ გაუქმოს რეგისტრაცია, თუმცა რომელ პარტიებზეა საუბარი, ამას ივანიშვილის წარმომადგენლები ამ დრომდე ისევ არ აკონკრეტებენ. ჩვენ მხოლოდ სავარაუდო რაოდენობა ვიცით ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ 10-მდე ასეთი პარტია ქართულ ოცნებას უკვე ყავს გამოვლენილი. ამავე სარჩელით ქართულმა ოცნებამ პარტიების აკრძალვის გარდა ასევე უნდა მოითხოვოს ამ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვისაც პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, თუმცა არც ამ პირების სიას ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ დრომდე ვიდრე სარჩელს ისინი შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში არ ასაჯაროებენ. სარჩელი მზად არის, ფაქტობრივად უბრალოდ მიდის მისი დახვეწა ფორმულირებების. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს რა თქმა უნდა კომპლექსური საკითხი არის, მათ შორის მოიცავს დიდ პერიოდს სხვადასხვა პარტიების მოქმედებისა. ერთი, მეორე, ეს არის პირველი შემთხვევა, რომელსაც პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოდ. ეს არის აქედან გამომდინარე ისტორიული პროცესი და ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა, რომ სარჩელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც იმსახურებს შემდეგ, რომ ისტორიულ დოკუმენტის ახალი კონდეს. ფაქტი, რომ ვინმე პარლამენტის წესში არის თუ არ არის, ეს არ არის არავისთვის, არ არის ჩვენთვის რაიმე არგუმენტი. ან თავი შევიკავოთ საკონსტიტუციო სარჩელისგან, ან პირიქით ეს იყოს საფუძველი საკონსტიტუციო სარჩელისთვის. მთავარი არგუმენტი და საზომი ჩვენთვის არის კონსტიტუცია.
შეიტანს თუ არა ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში გიორგი გახარიას პარტიას ან თავად ყოფილ პრემიერს შეუზღუდავს თუ არა მოითხოვს თუ არა ყოფილი პრემიერისთვის პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობის შეზღუდვას. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იმ დრომდე ვიდრე ჩვენ ამ სარჩელის შესახებ გავიგებთ დეტალურად და ეს შეკითხვა არის იმის გამო აქტუალური რომ გიორგი გახარიამ როგორც მაყურებლისთვის ცნობილია ოცნების პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც შავა პაპუაშვილისგან მოისმინეთ მათთვის პაპუაშვილი ამბობს რომ ეს არ არის ის ფაქტორი რომელიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე ამ მიმართულებით რაიმე გავლენას მოახდენს. იმ შემთხვევაში კი თუ საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების სურვილს განაჩენად აქცევს და კონკრეტულ პარტიებს აუკრძალავს საქმიანობას და ასევე საქმიანობას აუკრძალავს ამ პარტიებთან დაკავშირებულ პირებსაც, ეს ნიშნავს იმასაც რომ მანდატები ავტომატურად შეუჩერდებათ ამ პარტიის სიით პარლამენტში და ასევე საკრებულოებში მყოფ ადამიანებსაც.